სამცხე-ჯავახეთში აგვისტოს გმირები გაიხსნეს. ადიგენის მუნიციპალიტეტში 8 აგვისტოს საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა, სადაც 17 გმირის, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილი 3 მებრძოლის, დევი ჩადუნელის, ალექსანდრე ზაზაშვილისა და არტემ ბალახაშვილის სახელებია ამოტვიფრული. ღონისძიებას დაღუპულის მშობლები, ნათესავები და თანასოფლელები, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს, ასევე ჩატარდა გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ჩვენი გმირების უკტავსაყოფად მათი სულების სადიდებლად, მოსახსენიებლად ჩვენ რაიონი მუნიციპალიტეტის სრული შემადგენლობით შევუერთდებით ამ მწუხარებას და ამავდროულად ვართ ამაყები, რომ გვყავს ასეთი გმირები. ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, კეთილდღეობისათვის, ჩვენი ერის ფუნდამენტალური გაძლიერებისათვის დღევანდელი დღით ვართ ამაყები და ვართ ძლიერები. ყველა ქალაქმა, ყველა რეგიონმა რომ მიბაძოს ადიგენს კარგი იქნება, ხედავთ რა სილამაზეა და როგორ უწვალი ახალს და როგორ გაუკეთებია. მშობლებს თან მეუსამძიმრებ და თან სიამაყით ვეტყვი, რომ ისინი გმირების დედები არიან და მამები, გმირების მშობლები არიან. ძალიან დიდებული საქმე გაკეთდა, იმიტომ რომ ამ ვაჟკაცს ბიჭებს უნდა დააფასებს. მე დიდი მადლობელი ვარ რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ ზაქარიასი ასეთი დიდებული რომ იტყვიან საქმის გაკეთებისთვის. კარგია ეს, მომავალ თაობამაც უნდა იცოდეს, რომ 21 საუკუნეში რა გმირები ჰყავდათ და რას აკეთებდნენ ეს ბიჭები სამშობლოსათვის.